სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო Tako, zadari sauzme. Indak mugita, no? Tako. ძინავს ახლა შენ, ჰა? წამწამები მაინც გააჩერე, რომ დავიჯერო. ესე ვატყუებდი დედაჩემს ხო? კაი არ მშია რა. ანუ შიმშილობა გამოვაცხადე? იმე არ მშია, ძალით მომაჭამო ახლა. კაი და ადგომასაც არ აპირებ? არ მინდა არაფერი. თაკო, მომისმინე, ამას ქვია დეპრესია, რაც შენ გჭირს. და კურნალობა ჭირდება. კურნალობა მჭირდება, ჰა. რა დეპრესიის არა. აბა? არ ვიცი, მე ხო არ მეუბნებიან რა მჭირს. ესე კი არაფერი არ გჭირს. აბა რატო ვერ ვაჩენ შულს? კაი რა. პატარა პრობლემა იმ კურნალებს და გააჩინა. არავის არ გესმით ჩემი. არა მოიცადე ახლა და დავწყნარდეთ და წესიერად მომეტევი რა ხდება. ვერ გავიგე რას ამბობ. ვერც მე ვერ გავიგე. რაც 18 წლის გახდა ჩემი შვილი იმის მერე ერთი დღე მშვიდად არ ყოფილვარ. ნუ მიუშვი მე ჭკვიანი ბიჭია ნიკა. ნუ არაფერს უც არ აკეთებს რა გინდა. რომ მიუშვა გააკეთებს. არა იმას კი არ ვამბობ, ეხა ვინმეს რამეს დაუშავებს თქო, მაგრამ თავს დაიღუპავს. აი, ყველაფერს ესე როგორ უყურებ, ნუნუ? როგორ უყურო ეთო? ჩემ ნალოლიავებ შვილს ვიღაც ორნაქმარევი ქალი რო ხელში იგდებს. არ იცი ხო? არ გაქვს ხო პასუხი? არც გექნება, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა არ ხდება ეთო. არ ხდება. ისე ხო არ აბუქებ ნუნუ? ნუნუ აბუქებს. ჩემი თვალით რო არ მენახა, ამას კი არ ვიტყოდი. რატო ენა არ გამიხმა, რომ იმ გოგოზე საერთოდ რამე ვთქვი ჩემ შულთან. ის გოგოა ხო შენი მასაჟისტი? ნეტა ფეხის მაგივრად კისერი მომტეხოდა. მე რომ არ მეძახა ყოველდღე თამ ჩემი შვილისთვის იქნებ საერთოდ არც მიექცია ყურადღება. აი რატო იდანაშაულებ ახლა თავს?
შენ რამდენიც არ უნდა გეძახონ. შენ თუ არ გინდა. ხო და ჩემ შტერშულს რო უნდა საქმეც მაგაშია, ეთო. და ეხლა არ მითხრა რომ მე რა მოხდა რომ განათხოვარიაო. არა, არაფერს არ ვამბობ, მაგრამ განათხოვარი რომ არის, სულ არ ნიშნავს იმას, რომ კარგი ვერ იქნება. მე არ ვამბობ რომ ცუდი გოგოა თქვა. მაგრამ მარისნაირად რო ვერ შევიყვარებ, ხო იცი. მაშინ რაც დამემართა, ხო კარგად გახსოვს. დღემდე მწვენია. კარგი, ეხლა რამდენი ხნის წინ იყო დავივიწყეთ ეგ ყველაფერი. თქვენ კი ეთო, მაგრამ ხო ხედავ ღმერთმა არ დაიწყა. რა საშინელ დღეში ჩავარდი. სასიზღარი ქალი ეს. აი, ნუ რა საზიზღარი ნუ ამბობ ეგრე რა. იქნება არ გაუმართლა. რომელ ქალს უნდა ეხლა აი ესე ცხოვრება. კარგი კი ბატონო. შეიძლება რომ არ გაგიმართლოს, შეიძლება საშინელი იყო ორივე ეს ქმარი, მაგრამ შვილებს რაღაცა ჩენდან. შვილები ყავს? 2. ამა მე გიჟი კი არ ვარ. არა, რა სიკლავ ეხლა წინასწარ თავს. იქნება არაფერი არ ხდება მაგათ შორის. და შენ გონია ის გოგო ამ შანს ხელიდან გაუშვებს. მომისმინე? ნიკა ძალიან ჭკვიანი ბიჭია და არაფერს არ გააკეთებს ისეც რომ აი რაღაც შარში გაეხვიოს რა. ეჰეთო. ქალმა თუ მოინდომა. ნიკა კი არა. აინშტაინიც რო იყოს იმასაც აურევს twins. აი კი არის. Someday I'm gonna be with you. რას გავხარ რა? სამაგერო ჩარმი მაქვს. დავლიოთ ყავა. არა რაღაც ალბარაკოთ მოვედია. მინდი გამოვიშვი. რატო ხარ ეს გაჯიუტებული? რაზე ვარ გაჯიუტებული? ზვია და ზვანოს რატო არ გინდა რომ დაველაპარაკოთ? კაი რა ძმობას გაფიცებ რა. ვიცი რა ეგეთი ტიპები რა. დღეს დამირეკე ხვალ არ მცალია, ზეგ ჩამოუფრინდები, აუ მომწერე რა, კაი რა. არ გინახავს, არ იცნობ. და იმიტომ ლაპარაკობ ეგრე. წესიერი და საქმიანი კაცი ჩანს. ხო და აი მაგ წესიერ და საქმიან კაცს აი ესე უყვარო ართ. შენ არა. ჯერ ზვია და ბავშვის ამბების გამო. და მე. კობა. შენ და ზვია და რო კაცს უყვარ ხარ. აი იმ კაცის როგორ დავიჯერო ძმობას გაფიცებ რა. სხვა ვარიანტი გააქვს? არა. აბა 1 საათი არ გაქვს რომ წავიდეთ და დაველაპარაკოთ? ხო იცი რომ მაგ. ხო და მაშინ წამოდი და დაველაპარაკოთ ბიჭო. დაურეკე და ეხლავე ვნახოთ. ეხლავე არ ცალი. ელენე მემყავს ჭადრაკის სასახლეში. ტურნირი აქვს და მამამ წამეყავს. ნათლია ენაცვალოს მაგას. მომისმინე, გიხვეწე, მომწერე რა რას იზამს რა. რას იზავს ახლა შენი ნათლული? იასნია მოიგებს. არა, ეგ დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაგის იმედად ვერ ვიქნები, მაინც მომწერე რა. კაი, წავედი. მედი მე ზვიადას დაურეკავ მაშინ.
მოვედი. იტირე? საიდან მოიტანე? მართლა პაჩები მიკეთია. მოდი ახლა. წამალი დავლიოთ ეს. მიდი. ოჯარი ვარ არა? ცირე ამბობს ხოლმე ასე. მიყვარს როცა იღიმი. თუნდაც ძალით. რატომ გონია რომ ძალით ვიყინე? რა ვიცი. ამ ბოლო დროს მეჩვენება რომ ძალიან მოწყენილი ხარ. გეჩვენება. მიხარია თუ ეგრეა. მაგრამ არ ვარ მოწყენილი. უბრალოდ ჩაფიქრებული ვარ ხოლმე. მესმის. და სულაც არ მეკვირს რომ არ გაქვს ხიარული ფიქრები. შეეშვირა მაგას რა. ცირა მიხიდავს მე. რა ცოდუა. ისედაც ყველაფერს ეგაკეთებს. ცოდოა. ჩემთან ყველა ცოდოა. მითხარი რანა? არა. კარგი ხალია ცირა თქო. ხო, კარგი ხალია. ой მართლა გუშინ ვუთხარი, მაგრამ შეახსენე რომ არ დაავიწყდეს, კარგი? ხო, მაგრამ რა? ენდოკრინოლოგმა რაც გითხრა. აუ, ხო, დიეტა. დიეტა არ არის. უბრალოდ ნაკლები მარილიანი და ნაკლები ცხიმიანი. უფ. არც აქამდე ვიკლავდი შემწორ მოხრაკულებით თავს. არც არის საჭირო. და კიდევ ვარჯიში არ დაგავიწყდეს. ой, რას ამბობ, ჩემპიონატი მაქვს კარზე მომდგარი. ცირა მოვიდა, გავუხარ. დილამ შედობის. ვიცი, შენ ახლა მოხვედი? თუ მოხვედი, გახვედი და მოხვედი. ამ წამს მოვედი, რა იყო? არა, გეძებდი კლინიკაში, მეთქი სად გაქრა თქო. არ დამიგვიანია? მანქანა ვნახე შენი გარე. გასაგებია. მოიცა? რამე არ ვიცი? ნუ მსადეგეთიც არაფერია, უბრალოდ გუშინ რეზიმ შემომთავაზე სახლში დაგტოვებო და მეც არ მithქვამს რომ მანქანის ვიყავი. მერე დამტოვა სახლში. შენთან თუ იმასთან? კაი, რა მოიგონა, ჩემთან რა თქმა უნდა. და რამე არ გითხრა? კი, საცობებიაო. მე რის თანამშრომელი გონი ხარ თუ რა არის? კაი, რა გაცინებს მითხარი, რამე არ გითხრა, აი რა ლამაზი ხარ ან რაღაც. მსგავსი არაფერი. რა მუდოა. იცი რა, საყვარელია, თან მომწონს ეგრევე კომპლიმენტებზე რო არ გადავიდა. ნუ